ბევრი მეცნიერი მთას და კერძოდ მაღალ მთას განიხილავს როგორც ერთგვარ კაცობრიობის წყლის ერთგვარ კოშკებს. აი ამ სურათზე არის მოცემული გრაფიკულად გამოხატული ის უზარმაზარი რეზერვუარი, რომელსაც წყლის სახით ქმნის მაღალ მთა, როგორ აგროვებს ის წყალს, როგორ მოდის აქედან წყალი, ზოგი მდინარეების სახით, ზოგი ნიადაგში ჩაჟონილი მიწისქვეშა წყლების სახით, დაბლობებისკენ და რამხელა პროცენტში ადგენს ეს წყალი მთებიდან წამოსული. წყლის პრობლემა დღეს უკვე აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კლიმატის ცვლილებასთან და საერთოდ ზოგადად ანთროპოგენულ ზემოქმედებასთან, ზემოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ პრობლემის გარდა არის წმინდა ფიტოეკოლოგიური საკითხები, რომლებიც ასევე განაპირობებენ მაღალმთის დიდ მნიშვნელობას. თუ დაისმება კითხვა, რატომ არის განსაკუთრებით საინტერესო მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგიის საკითხების კვლევა მაღალ მთაში და არა მაგალითად ტუნდრაში ან უდაბნოში, სადაც არანაკლებ ექსტრემალური სიტუაციებია, სადაც არანაკლებ რთული სასიცოცხლო გარემოა შექმნილი, მაშინ შეიძლება ამას ვუპასუხოთ ასე, იმიტომ რომ აქ უკიდურესად შეკუმშულია სასიცოცხლო სივრცე. ანუ უმთავრესი დამახასიათებელი ეკოლოგიური ფაქტორი მაღალი მთისთვის ეს გახლავთ უკიდურესად შეკუმშული სასიცოცხლო სივრცე. აქ უმცირეს მანძილებზეც კი შესაძლებელია შეიქმნას მეტად კონტრასტული და ექსტრემალური ეკოლოგიური პირობები და რიგ შემთხვევაში პესიმალურიც კი. რისთვისაც ყოველთვის არ არის აუცილებელი ჰიფსომეტრული განსხვავების არსებობა, იმიტომ რომ დაბალ სიმაღლეზე, მაგრამ განსაკუთრებულ ექსპოზიციაზე, განსაკუთრებულ ედაფურ პირობებში, განსაკუთრებულ ზოგადად ეკოლოგიურ გარემოში შესაძლებელია სწორედაც პესიმალური პირობების შექმნა. და მთაში ძალიან დიდია ადაპტაციური მექანიზმების იქნება ეს სტრუქტურული, მორფოლოგიური, ტროფიკული, ფენოლოგიური, ფიტოსოციოლოგიური, ფიზიოლოგიური თუ ბიოქიმიური, აი ამათი მრავალფეროვნება. სწორედ აი ამ კომპლექსმა, აი ამ მეტად საინტერესო კომპლექსმა ათქმევინა ძალიან ცნობილ მცენარეთა ეკოლოგს ვალტერ ლარხერს შემდეგი სიტყვები, რომ მაღალმთა ეს არის ერთგვარი ბუნებრივი ეკოფიზიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც მეცნიერს სტრუქტურულ ფუნქციური ადაპტაციების შესასწავლად ფართო ასპარეზს აძლევს. ყველასთვის ნაცნობია მცენარეული მრავალფეროვნება, გნებავთ ცხოველური მრავალფეროვნება, მაგრამ იშვიათად შევხვდებით ფუნქციურ მრავალფეროვნებას, ასეთ ტერმინს. მცენარეთა ფუნქციური მრავალფეროვნება ეს არის კონკრეტულ ეკოლოგიურ პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების, ისეთი როგორიც არის სუნთქვა, CO2 გაზთაცვა მთლიანად, ფოტოსინთეზი მათ შორის, წყლის ბალანსი, ტემპერატურის რეჟიმი, სინათლის რეჟიმი, ბიომასის დაგროვება და განაწილება, დაგანვითარების პროცესები და ასე შემდეგ, აი ყველაფრის გამოვლინების მრავალფეროვნება. აი რაში მდგომარეობს მისი ეკოლოგიური ფუნქცია? მისი ეკოლოგიური ფუნქცია მუდმივად ცვლად გარემოსთან მცენარის ადაპტაციის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანობის და ახალი სასიცოცხლო სივრცეების ათვისების ხელშეწყობა. ამდენად ფუნქციური მრავალფეროვნება სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ. ანუ რაც უფრო მრავალფეროვანია სახეობების მხრივ ეკოსისტემა, მით უფრო მჟღავნდება აქ თავისი ფუნქციური მრავალფეროვნება და იგი არის საფუძველი სწორედ სახეობრივი მრავალფეროვნებისა.